სხეულის გვერდით, მხვინთავების აღჭურვილობასთან ერთად, ტურეკი ამჩნევს კამერას, რომელიც კლდის თაროზეა დადებული, წყლის ზედაპირიდან 81 მეტრის სიღრმეზე. ლურჯი ხვრელი დაჰაბში, ეგვიპტეში, არის კარსტული ძაბრი, რომლის სიღრმეც 100 მეტრზე მეტია. ცნობილია თაღით, რომელიც 56 მეტრის სიღრმეზე წითელ ზღვას უკავშირდება. არსებობს 26 მეტრის სიგრძის გვირაბი, რომელიც ლურჯ ხვრელს წითელ ზღვას აერთებს და მას თაღი ეწოდება. მხვინთავები ამ დაუვიწყარ გამოცდილებას აღწერენ, როგორც წყალქვეშა ტაძარში დგომას. მაგრამ მას კიდევ ერთი თითქმის ბიბლიური მეტსახელი აქვს, რომელიც წლების განმავლობაში დაიმსახურა. მხვინთავების სასაფლაო. ცისფერი ხვრელის გამო დაკარგული სიცოცხლეების რაოდენობა არავისთვის არის საიდუმლო. არსებობს დაფები და ნიშნები, რომლებიც თითქმის 200 მხვინთავის ხსოვნას ეძღვნება, ვინც ცოცხალი აღარ ამოვიდა ზედაპირზე. მაშინაც კი როცა მხვინთავი ძალიან გამოცდილი და კარგად მომზადებულია, მათ მაინც დაუკარგავთ სიცოცხლე ამ სასაფლაოზე. მისი წარმოუდგენელი სიღრმის, მარტივი ხელმისაწვდომობისა და კონტროლირებადი გარემოს გამო. სადაც ოკეანის დინება არ არის, ეს შესანიშნავი ადგილია თავისუფალი ყვინთვის რეკორდების დასამყარებლად. მაგრამ როცა საზღვრების გადალახვა ხდება, საფრთხეებიც მოყვება. 2017 წელს უსაფრთხოების მყვინთავმა სიცოცხლე დაკარგა, როდესაც თავისუფალი ყვინთვის მსოფლიო რეკორდსმენი ალესია ზაკინი ცდილობდა 1 ჩასუნთქვით გაევლო თაღი. ის გზაში დაიბნა. და სტივენ კინენმა 39 წლის დუბლინელმა და ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მყვინთავმა მის დასახმარებლად გაცურა და უსაფრთხოდ გამოიყვანა. მაგრამ მან გონება დაკარგა გადარჩენის დროს და დაიხრჩო. ლურჯი ხვრელი ყველა გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დონის მხვინთავებს იზიდავს. ლამაზი ბუნებრივი ფორმაციები, რომლებიც ღია ოკეანეს და დახურულ გარემოს აკავშირებს. ამ ადგილს უსაფრთხოს და ამაღელვებელს ხდის. მაგრამ სწორედ ეს თხელი ზოლი ატენებს მას ზღვარზე და ჩვენ სწორედ ამ ზღვრისკენ გვიზიდავს. ექსპერტები დაყოფილნი არიან იმაზე, იმსახურებს თუ არა ეს ადგილი თავის შემზარავ რეპუტაციას. დაღუპულთა რაოდენობა მაღალია, მაგრამ სანამ შენი გამოცდილებისა და მომზადების ფარგლებში დარჩები, ყველაფერი კარგად იქნება. თაღი, რომელიც 56 მეტრის სიღრმეზეა, აბსოლუტურად ცდება უმეტესობის შესაძლებლობებს და პროფესიონალი ფრიდაივერებისთვისაც კი ზღვარზეა. ეს სიღრმეც უმეტესობისთვის, ვინც გართობის მიზნით სკუბა დაივინგით არის დაკავებული, შესაძლებლობების ზღვარს ცდება. და ძალიან მცირე ჯგუფს აქვს შესაბამისი მომზადება, გამოცდილება და აღჭურვილობა, რომ 100 მეტრის სიღრმის კარსტული ძაბრის ფსკერამდე ჩაყვინთოს. უმეტესობა სნორკელერებისთვის, ფრიდაივერებისთვის და სკუბა დაივერებისთვის მათი გამოცდილებისა და კომფორტის ზღვარში საინტერესო ობიექტებია აღმოსაჩენი. ზედაპირზე არსებული ქედი, სადაც ოკეანე კარსტულ ძაბრში ჩაედინება 6 მეტრის სიღრმეზეა, რაც იდეალურია სნორკელინგისთვის. საკმარისად ღრმაა, რომ ჩაყვინთო და გამოიკულიო. არის მონაკვეთი სახელად ელბელი, ანუ ზარები, რომელიც 26 მეტრამდე ჩადის, შემდეგ კი მოკლე თაღით ოკეანეში გადის. კლავაც ეს ზღვარი რეკრეაციული მხვინთავებისთვისა და თავისუფალი მხვინთავები შეუძლიათ ლურჯ ხვრელში ჩამოსულ ხაზზე ჩაუყნენ, რათა საკუთარი სიღრმის ლიმიტები გამოსცადონ. მაგრამ მხვინთავების უმეტესობისთვის მექა არის თაღი 56 მეტრზე, რაც უკვე მხვინთავების უმეტესობის ლიმიტებს ცდება. ეხლა მე სულ ვახსენებ ლიმიტებს და ეს რიცხვები შემთხვევით არ არის მოფიქრებული. ამ ამბის გასაგებად 3 ლიმიტი არსებობს: დრო, სიღრმე და აირი. უმეტესობა რეკრეაციული სკუბა მკვინთავებისისა სუნთქავს ჰაერს, რომელიც სიმარტივისთვის ზედაპირზე 20% ჟანგბადს და 80% აზოტს შეიცავს. ეს ნაზავი იდეალურია ჩვენთვის სუნთქვისთვის. ჩვენ გვჭირდება ჟანგბადი, მაგრამ არა ძალიან ბევრი და ჩვენს ორგანიზმში ქსოვილებში აზოტის აირიც არის. მაგრამ თუ 10 მეტრის სიღრმეზე ჩავდივართ და შეკუმშულ ჰაერს სუნთქავთ, ეს ნიშნავს, რომ თითქოს 2-ჯერ მეტ ჟანგბადსა და აზოტს სუნთქავთ. ჩვენი ორგანიზმი შთანთქავს აზოტს და შეგვიძლია ცოტა მეტი ჟანგბადის ატანა. გარკვეულ ზღვრამდე. 50 მეტრზე ღრმად სუნთქვა ჰაერით იგივეა, რაც 100%-იანი ჟანგბადის სუნთქვა. შეგვიძლია ეს გარკვეული დროით ავიტანოთ, მაგრამ არა თუ ბევრად უფრო ღრმად ჩავალთ. სინამდვილეში ჰაერის სუნთქვის აბსოლუტური ზღვარი ჟანგბადის მხრივ, კიდევ 60 მეტრით უფრო ღრმაა. და იწყებ კონვულსიებს, შემდეგ კი კვდები. მაგრამ არსებობს სხვა ზღვარიც, რომელიც აზოტს უკავშირდება. როდესაც ჩადიხარ, შენი სხეული ნელ-ნელა შთანთქავს აზოტს.
მაგრამ ამოსვლისას მას ეს აზოტი უნდა გამოიდევნოს. ასე რომ არსებობს სიღრმისა და დროის ზღვარი. რაც უფრო მეტ დროს ატარებ, ან რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო მეტ აზოტს შთანთქავს შენი სხეული და მით მეტი დრო სჭირდება მის გამოყოფას. რეკრეაციული მხვინთავებისთვის, რომლებიც ჰაერს სუნთქავენ. სიღრმის ზღვარი 40 მეტრია, რათა არ მიუახლოვდეს ჟანგბადის ტოქსიკურობის ზღვარს და 40 მეტრზე მხოლოდ 9 წუთი გაქვს, სანამ ამოსვლა დაგჭირდება. თუ ამაზე მეტ დროს გაატარებ, უნდა დაიწყო დეკომპრესიული გაჩერებები, რომ აზოტს გამოყოფისთვის დრო მისცე, მაგრამ ამასთან ერთად იწყებ აზოტის მიღებასაც. ნარკოზი დაახლოებით 30 მეტრზე ეს არის ნარკოტიკული ეფექტი, რომელსაც აზოტი ახდენს შენს ორგანიზმზე. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო გაბრუებულად გრძნობ თავს. ზოგიერთები ამას სხვებზე უკეთ იტანენ. ზოგიერთი სიღრმის შემდეგ ყველა გრძნობს გაბრუებას. და აზოტის ნარკოზი ზევით ასვრისას ისეთივე სისწრაფით ქრება, როგორც ქვემოთ ჩასვრისას ჩნდება. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაშია, თუ საკმარისი ჰაერის ბალონები გაქვს, რომ შეძლო ჩაკვინტვა. რადგან სიღრმეში უფრო მეტ შეკუმშულ ჰაერს ისუნთქავ, ვიდრე ზედაპირზე. უბრალოდ ის უფრო პატარა სივრცეშია ჩატეული. ლურჯ ხვრელში თაღი, რომელიც 56 მეტრის სიღრმეზეა, რეალურად იმ უსაფრთხო ზღვარს სცდება, მაგრამ ტექნიკურად მისი გაკეთება შესაძლებელია. ის ისეთი ღრმა არ არის, როგორც 60-დან 70 მეტრი, რაც ჟანგბადის ტოქსიკურობისთვისა საჭიროებისთვისა. თუ გჯერათ, რომ აზოტის ნარკოზს გაუძლებთ, მაშინ შეიძლება ამ სიღრმეზე თავს კომფორტულად გრძნობდეთ. საყვენთი კომპიუტერების უმეტესობას აქვს დეკომპრესიის მოდელი. ასე რომ თუ ლიმიტებს გადააჭარბებთ, გეტყვით სად გააკეთოთ დეკომპრესიის გაჩერებები. და თუ თქვენ გამოცდილი მღვინთავი ხართ, რომელიც მშვიდად და შეკრებილად იქცევა, ალბათ ისე სწრაფად არ სუნთქავთ, როგორც გამოუცდელი მღვინთავი. ასე რომ შესაძლოა ერთი ბალონი ჰაერი საკმარისად დიდხანს გეყოფათ ჩაკვინთვისთვის, თუ ყველაფერი იდეალურად წავა. 2000 წლის აპრილში რუსი-ისრაელელი მღვინთავთა ინსტრუქტორი, სახელად იური ლიპსკი, 22 წლის ასაკში, როგორც გამოცდილი და პასუხისმგებლიანი ინსტრუქტორი, სტუმრობს ლურჯ ხვრელს. ის ესაუბრება რამდენიმე ადგილობრივ მღვინთავს, რათა გაუზიაროს თავისი გეგმები და მიიღოს ადგილობრივი ცოდნა თაღის შესახებ. ამ მღვინთავთაგან ერთ-ერთი არის ტარიკ ომარი, გამოცდილი ტექნიკური მღვინთავი, რომელიც 1992 წლიდან ლურჯ ხვრელში ღვინთავს და 8 წლიანი გამოცდილების შემდეგ ეს ადგილი ძალიან კარგად იცის. ტარიკი ეუბნება იურის, რომ თაღში ღვინთვის წინ მას სჭირდება 2 კვირის ტექნიკური ღვინთვის მომზადება. რეკრეაციულ მღვინთავებს ყოველთვის შეუძლიათ პირდაპირ ზედაპირზე ამოსვლა დეკომპრესიის შეჩერებების გარეშე, მაგრამ მღვიმეში ან თაღში ასე ვერ მოიქცევი და 56 მეტრზე ერთი ბალონი ჰაერით იდეალური არ არის. ტექნიკური მღვინთავები მომზადებულები არიან, რომ წინასწარ დაგეგმონ სხვადასხვა სიღრმეები, რომლებსაც ღვინთვის დროს მიაღწევენ, ისინი გამოცდილი არიან დამატებითი აღჭურვილობისა და ბალონების გამოყენებაში, რაც უსაფრთხო ღვინთვისთვის სჭირდებათ. ისინი მომზადებულები არიან, რომ ღრმა მონაკვეთებისთვის ჟანგბადის პროცენტული შემცირება მოახდინონ და აზოტი ჰელიუმით ჩაანაცვლონ, რათა აზოტის ეფექტები შეამცირონ. ნარკოზის მეცნიერება ზღუდეების დიაპაზონს ცვლის. როგორც ტექნიკური ღვინთვის ინსტრუქტორი, ტარეკი ამ ზღურებს კარგად იცნობს. მას ასევე ესმის, რას ნიშნავს ამ ზღურების უგულებელყოფა. მისი მეტსახელია ძვლების შემგროვებელი. როგორც ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვანი დაივერი, რომელსაც საკმარისი გამოცდილება და მომზადება აქვს, რომ 100 მეტრიანი ჩაქცევის 40 ფსკერამდე ჩასვდეს, მას მძიმე ამოცანა ჰქონდა დაივერების ცხედრების ამოყვანის. ვინც ამ საზღვრებს ვერ მიხვდა, ან უბრალოდ ფიქრობდა, რომ უკეთესად იცოდა. იური აცნობიერებს, რომ ამ მოგზაურობისას მას არ ყოფნის დრო, რომ 2 კვირის ვარჯიში დაასრულოს ერთ-ერთ ადგილობრივ ტექნიკურ მღვინთავთან ერთად. აპრილის 28-ს იური მიდის დაივინგის ადგილას, ამზადებს თავის დაივინგის აღჭურვილობას და თავზე დამაგრებულ კამერას, რათა თავისი დაივიც გადაიღოს. მას მეორე დღეს სახლში უნდა გაფრენა და ეს მისი ბოლო შესაძლებლობაა, რომ Blue Hole-ში ჩაიყვინთოს. ზუსტად არ ვიცით, რა განზრახვები აქვს მას. ზოგიერთმა ადგილობრივმა და უფრო გამოცდილმა დაივერმა თქვა, რომ მან მათთან ისაუბრა 46 მეტრამდე ჩასვლაზე, რათა თაღი ენახა. თაღში გავლა 1-12 ლიტრიანი ბალონით ჰაერზე ადრეაც გაუკეთებიათ. მაგრამ ეს აბსოლუტურ ზღვარზეა იმისა, რაც ტექნიკურად შესაძლებელია და შეცდომის უფლება თითქმის არ არსებობს. ადგილობრივმა დაივ მასტერებმა უთხრეს, რომ თაღთან შესაბამისი მომზადებისა და აღჭურვილობის გავილოშე არ წაიყვანდნენ. სხვა მღვინთავებმა თქვეს, რომ ის გეგმავდა bounce dives,
რათა ჩასულიყო, რაც შეიძლება ღრმად, დაეყენებინა ახალი პირადი რეკორდი და შემდეგ ამოსულიყო ზედაპირზე. იური იკეთებს 12 კილოგრამიან წონის ქამარს და თავის BCD-ს, ანუ ამტივტივებელ ჟილეტს, რომელიც აძლევს საშუალებას აკონტროლოს ამტივტივებლობა და დარჩეს სასურველ სიღრმეზე. იური ახალგაზრდა ინსტრუქტორია, საკმაოდ სავარაუდოა, რომ მას არ აქვს საკმარისი ფული ახალი აღჭურვილობის შესაძენად და შესაძლებელია, რომ მისი BCD მეორადია. მრავალი ყვინთვის შემდეგ არ ვიცი რა მდგომარეობაშია მისი BCD. მისი ქამრიდან წონა მას უარყოფითი ტივტივობის მქონედ გახდიდა და ჩაძირავდა სინქოლის ფსკერზე, რომელიც წყლის ზედაპირიდან 100 მეტრით ქვემოთაა. მისი წონის ქამარზე არსებული 12 კილოგრამი თხვია ალბათ ცოტა მეტია ვიდრე საჭიროა. მაგრამ როგორც წყალქვეშად სურვის ინსტრუქტორი წარმოვიდგენ, რომ იცის როგორ გამოთვალოს სწორი რაოდენობა. ეხლა არის ვიდეო იურის headcam-იდან. თუ თავს კომფორტულად იგრძნობთ მის ყურებაში, ბმულს აღწერაში დავტოვებ. ეს სასიამოვნო არ არის და არ გირჩევთ რომ უყუროთ. მაგრამ მე ამოჭრი ფრაგმენტებს და ვეცდები ავხსნა რა შეიძლება მომხდარიყო ჩემი აზრით. მაგრამ ეს ძველი ვიდეოა და ბევრი რამ ბუნდოვანია, ამიტომ ინტერპრეტაცია ადვილი არ არის და ჩვენ არ ვიცით რას გეგმავდა იური სინამდვილეში. ჩვენ ვიცით რომ მას სურდა თაღის ნახვა, მაგრამ არ ვიცით გადაწყვიტა თუ არა ადგილობრივი დაივ მასტერებისთვის ყურადღების არ მიქცევა და ბაუნს დაივი გაეკეთებინა. ან თუ სხვა რამ ჰქონდა განზრახული, როგორც დაივინგის ინსტრუქტორმა, მას უკეთ უნდა სცოდნოდა რომ მარტო ყვინთვა არ შეიძლება. ამიტომ არ ვფიქრობ რომ ის საუკეთესო გადაწყვეტილებებს იღებს. ვიდეო იწყება 17 წუთსა და 2 წამზე და პირველი 3 წუთი ჩანს როგორ ამოწმებს იური თავის კამერის მოწყობილობას და წყალში გადის სანამ ყველაზე ღრმა ნაწილზე არ აღმოჩნდება. მისი სუნთქვა თანაბარი და მშვიდია, როგორც გამოცდი უმხვინთავს შეეფერება. დაახლოებით 17:05-ზე იური იწყებს დაშვებას საკმაოდ კონტროლირებადი სიჩქარით 17:05:56-ზე. შეგიძლიათ გაიგონოთ, როგორ ისუნთქავს იური, მშვიდად და თანაბრად. 17:06-ზე არის ჩუმი ხმა, რომელსაც თითქმის შეიძლება მიაწეროთ ცივილს. მაგრამ მე მჯერა რომ ეს იურია, რომელიც იწყებს ყურების გათანაბრებას, ხანდახან მეც მაქვს იგივე ხმა, როცა ყურებს ვათანაბრებ. მისი სუნთქვა ისევ მშვიდი და მეთოდურია. 17:06-ზე თქვენ ისევ ისმენთ, როგორ ათანაბრებს ყურებს. არის კიდევ რამდენიმე ხმა, რომელსაც ვერ ვიგებ და არ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. იური, როგორც ჩანს, არ რეაგირებს მათზე. როდესაც ის აგრძელებს დაშვებას 17:06-25-ზე. შეგიძლიათ გაიგონოთ, როგორ იყენებს ძალოვან ინფლატორს, რათა დაამატოს ჰაერი თავის BCD-ში, შეანელოს დაშვება და აკონტროლოს ბუიანტურობა. მისი სუნთქვა მშვიდია. 17:07-38-ზე იური ჰაერს უმატებს თავის BCD-ს. ჩემს აზრით, გარდა იმისა, რომ ის ამ ჩაყვინთვას მარტო ასრულებს, რაც კარგი იდეა არ არის, ის სუნთქავს ნორმალურად, ასწორებს ცნევას და აკონტროლებს ტივტივობას. რაც მიუთითებს, რომ ის საკუთარ მდგომარეობასა და ქმედებებს აკონტროლებს. ერთი თეორია ამ შემთხვევის შესახებ არის ის, რომ იურიამ გადაწყვიტა თვითმკვლელობა, რაშიც მე არ მჯერა რომ სიმართლეა. ის ესაუბრა სხვა მკვინთავებს, რომ ეპოვა შვინმე, ვინც მასთან ერთად წავიდოდა, როცა ისინი არ წავიდნენ. მან გადაწყვიტა მარტო წასულიყო და ცდილობს აკონტროლოს თავისი კვინთვა. მისი სუნთქვა თანაბარია და რიტმული, არ არის არეული და მძიმე. მაგრამ შემდეგ 30 წამში სინათლე აშკარად იცვლება, როცა იური უფრო ღრმად ჩადის. და 17:08-ზე მისი კომპიუტერი წკრიალებს, რაც შესაძლოა სიღრმის სიგნალია, როცა ის 30 ან 40 მეტრს გადაცდება. ან მან კომპიუტერზე გადააჯარბა დეკომპრესიის გარეშე ლიმიტს, რაც ნიშნავს, რომ ამოსვლისას დეკომპრესიის შეჩელებები უნდა გააკეთოს. და მან უკვე გადააჯარბა რეკრეაციული უსაფრთხოების ლიმიტებს, რადგან ხილვადობა მკვეთრად მცირდება. მისი დაშვების სიჩქარის ერთადერთი მაჩვენებელი არის ნაწილაკები და ბუშტები, რომლებიც კამერის ობიექტივთან ჩავნე. მისი დაშვების სიჩქარე, როგორც ჩანს, იზრდება. თუ ეს იყო სიღრმის განგაში 40 მეტრზე იქ მისასვლელად 3 წუთი დასჭირდა. 13 წამით მოგვიანებით 17:08-ზე იური, როგორც ჩანს, ეჯახება ვიწრო კედელს და ვარაუდობ, რომ ის ახლოსაა ფსკერთან. მას თითქმის 1 წუთია, რაც BCD-ში ჰაერი არ დაუმატებია,
რაც ნიშნავს, რომ მისი დაშვება აღარ კონტროლდება. შესაძლებელია, რომ მისი BCD არ იბერება. და ეს იცის, ამიტომაც არ ცდილობს მის გაბერვას, რადგან ის მაინც არ მუშაობს. მაგრამ მისი სუნთქვა მაინც მშვიდი და მოწესრიგებულია. ასე რომ ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ სიტუაციას აკონტროლებს. უნდა ვივარაუდო, რომ ის 30 ან 40 მეტრზე ქვემოთაა. და ეს დაახლოებით ის სიღრმეა, როცა მღვინთავი იწყებს აზოტის ნარკოზის განცდას. რაც უფრო ღრმად ჩადის, მით უფრო ძლიერად გრძნობს ნარკოზს. და მით ნაკლებია შანსი, რომ მღვინთაობაზე კონტროლი აიღოს. 60 წამზე ნაკლებ დროში იური კონტროლის ილუზიიდან საფრთხის ზონაში გადავიდა. 17 საათი 8 წუთი 30 წამზე პირველად ხედავთ მის კომპიუტერს, რომელიც აჩვენებს, რომ მისი სიღრმე 817 მეტრია. 12 წამზე ნაკლებ დროში ჩვენ ხედავთ მის კომპიუტერს თითქმის 10 მეტრით უფრო ღრმად, 888 მეტრზე და რამდენიმე წამში უკვე 916 მეტრზე წყლის ზედაპირიდან ქვემოთ. ამ სიღრმეზე ის იმ ზღვარს სცდება, სადაც ადამიანები იწყებენ ჟანგბადის ტოქსიკურობით გამოწვეულ გრუნჩხვებს და ის უდაოდ განიცდის აზოტის მძიმე ნარკოზს. შემდეგი რამდენიმე წუთის განმავლობაში, როცა იური ცოცავს ლურჯ ხრელში ფსკერზე, იგრძნობა, რომ ის ცდილობს როგორმე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მაგრამ მისი სუნთქვა ჯერ კიდევ მეტნაკლებად თანაბარია. 17 საათი 9 წუთი 1 წამზე ის ისევ იყენებს თავის ძალის ფირფიტებს BCD-ზე, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ის ნამდვილად არ იწყებს ამოსვლას. შეიძლება საკმარისი ჰაერი არ ჩაუშვა, ან BCD-ს აქვს პრობლემა. ამ ეტაპზე მას არ ყოფლის ჰაერი, რომ ზედაპირზე დაბრუნდეს. მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მისი ტვინი უბრალოდ სწორად აღარ ფუნქციონირებს. აზოტის, ნარკოზისა და ჟანგბადის ტოქსიკურობის გამო მას აზრადაც არ მოსდის, რომ წონის კამარი მოიშოროს. ის უბრალოდ მიჩოჩავს ფსკერზე, ლამს აყენებს და სასოწარკვეთილი ცდილობს სადმე ნებისმიერ ადგილას მიაღწიოს. მაგრამ ჯანდაბა დარწმუნებული ვარ, იცის, რომ გაჭედილია. 17 საათი 9 წუთი 19 წამზე მისი სუნთქვა კვლავ თანაბარი და მშვიდია და ის აგრძელებს მეტნაკლებად ნორმალურად სუნთქვას 171,103-მდე. როდესაც ის იღებს კამერას თავიდან და კამერის მოძრაობები აღარ არის. ზოგმა მღვინთავმა, რომლებმაც ადრე იმ დღეს იურს ესაუბრნენ, შენიშნეს, რომ ის არ დაბრუნებულა. გარშემო რომ იკითხეს, შეშფოთდნენ, რომ მან სცადა თაღში ღვინთვა და რაღაც მოხდა, ამიტომ განგაში ატეხეს. ტურეკ ომარს მძიმე დავალება ეძლევა. იბოვოს იური. ტურეკი ამას კარგად იცის. ეს ხდება მღვინთავებთან, რომლებსაც არ აქვთ სწორი მომზადება და აღჭურვილობა. და სწორედ ამიტომ უთხრა იურის, რომ ორი კვირა უნდა ემზადოს. ტარეკმა ბევრ მღვინთავის ცხედარი ამოიყვანა ლურჯი ხრელიდან. ქვემოთ ჩასვლა მარტივია. სირთულე კი ცოცხლად დაბრუნებაა. გეგმარება და აღჭურვილობა, რომელსაც იყენებს, ბევრად უფრო რთულია, ვიდრე იურისი. ტურეკი გზის ნაწილზე ჩასასვლელად გაზის ერთ ნაზავს იყენებს. შემდეგ ის გადადის გაზის ნაზავზე, რომელსაც ჟანგბადის დაბალი პროცენტი აქვს, რათა ჟანგბადის ტოქსიკურობის ეფექტი აღმოფრას. და ის აზოტის ნაწილს ჰელიუმით ანაცვლებს, რათა აზოტის ნარკოზის ეფექტი შეამციროს. ამას ტრიმიქსი ეწოდება და ჟანგბადის, აზოტისა და ჰელიუმის პროცენტული შემცველობა ზუსტად კონტროლდება. თითოეული სიღრმისთვის, რომელსაც ტურეკი აღწევს, მას აქვს რამდენიმე ბალონი, თითოეული სხვადასხვა ნაზავია, რომლებსაც ცვლის, როდესაც ის ჩადის და შემდეგ როცა ისევ ამოდის იურის სხეულთან ერთად ჩაფრინთვაში, რომელიც ცუთებს მოითხოვს ჩასასვლელად, ტურეკი პოულობს იურის სხეულს და მის კამერას. შემდეგ ის 3 საათი სჭირდება ზედაპირზე დაბრუნებას, ასრულებს ხანგრძლივ დეკომპრესიის გაჩერებებს. როდესაც ტურეკი ზედაპირზე ამოდის, ხედავს, რომ იურის BCD-ს გაუსკდა ის გასაბერი ბალიში, რომელიც მის ამოტივტივებას აკონტროლებს. და შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში ჰაერს ვეღარ ინარჩუნებს. ტურეკი აღჭურვილობას იურის დედას გადასცემს. ის ტურეკს თხოვს დაეხმაროს მას აღჭურვილობის დაშლაში და კამერის შემოწმებაში. ერთად. ისინი უყურებენ ვიდეოს, რომელიც იურიმ გადაიღო. ამ ვიდეოს ბევრი ექსპერტი განიხილავდა. არსებობს მრავალი ახსნა და კითხვა, რომლებზეც პასუხის გაცემა არასდროს შეგვეძლება.
ორი მთავარი კითხვა ჩემთვის არის: აპირებდა თუ არა ის თაღამდე ჩაყვინთვას, თუ უფრო ზედაპირულად გეგმავდა ჩაყვინთვას. და გაუტყდა თუ არა მისი BCD, რამაც მისი ჩაძირვა გამოიწვია, თუ სადმე მიება, როცა იქ იბობრებოდა. ჩემი აზრით, ბოლო წუთებში ის მთელი ჩაყვინთვის განმავლობაში შვიდად გამოიყურებოდა, რაც მიანიშნებს, რომ BCD ჩაძირვისას არ გაუტყდა. მე ვფიქრობ, რომ ის უკვე აზოტის ნარკოზითა და ჟანგბადის ტოქსიკურობით იტანჯებოდა. როცა ფსკერს მიაღწია, ვფიქრობ, ჩაძირვისას მისი კონცენტრაცია დაკარგა და ვერ მიხვდა რამდენად ღრმად იყო. და შემდეგ ფსკერზე მან BCD გახია. იქნებოდა ეს განსჯის შეცდომა თუ აღჭურვილობის მარცვი, როცა მან 90 მეტრს მიაღწია, უკვე ძალიან გვიანი იყო. მას არ ჰქონდა გონებრივი უნარი, რომ წონის ქამარი მოეშორებინა და არც საკმარისი ჰაერი ექნებოდა, რომ 3 საათის დეკომპრესიის გაჩერებები გაეკეთებინა და ზედაპირზე დაბრუნებულიყო. ტურეკი ამბობს, რომ ყოველთვის ინანებს იმას, რომ იურის დედამ შვილის სიკვდილის ვიდეო ნახა.